შავი ვარდი. კენდალ. გისმენ დედა. გარკვევი ვისი ნამოქმედარია. არა დედა, ჯერ ვერ გავარკვევი, მაგრამ ნუ ღელავ. აუცილებლად გავარკვევ. შვილო ასეთ საშინელებას ვინ ჩაიდენდა? ჩემი მურატის цаრიელი საფლავის მოთხრავის სჭირდებოდა. ამ ხელა ქალს ასეთი რამ არც მსმენია. კიჟია, ნამდვილი კიჟი. თუ რამეს გაარკვევ, მაშინ ვედამირეკე. კარგი დედა, დაგირეკავ. დედა მურატ აღა საფლავი ამოთხარეს? გაჩუმდი. არავინ გაიგოს. ამ ხელა ქალს მსგავსი არაფერი მსმენია. ნუ წუხარ არავის ვეტყვი. იმდენი რამ გადავიტანეთ, ჭკუა მეც ვისწავლე. აიშე. რა იყო? რა გჭირს? ანდრე ყველაფერს მიყვებოდი. არა, ასე არ არის სიბელ. გაუმხილა შენს და იკოს რა გაწუხებს. ბარანზე ბრაზობ. მეგონა მას და ადა შორის ურთიერთობა აეწყო და ადა და მაია კარგი გოგოები არიან. მართალია, ადა ცოტა ბრაზიანია, მაგრამ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. არა უშავს, ნუ დარდობ. დაძმა თავისით მორიგდება. ასე გონია? ჩვენც ასე არ ვართ. მანძე ნუ დარდობ. იმეცადინე. კარგი სიბა. დაუჩქარეთ. რამდენჯერ უნდა გითხრათ წესიერად დატვირთეთ მეთქი. აღამ რამდენჯერ უნდა გითხრათ წესიერად დატვირთეთო. რიზა. ისმენ აღა. შენ ქალს არ უთვალთვალებდი? აქ რატომ მოხვედი? დაიკარგა აღა, ალბათ სახლში წავიდა. უწუხარ აღა. მისი ყოველი ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია მაქვს. მერტო ჩემო რიზა. თავზე დაადექი რომ ამაღამ ეს საქმე დასრულდეს. გესმის? დიახ აღა. მე წავედი. დაუჩქარეთ. ხომ ხედავთ აღაც გაბრაზებულია. დაუჩქარეთ. ყოჩა, ახლა მსხალი დაწერე. ემინე როგორ გაწუხებთ? რას ამბობ ებრო, ამას სიამოვნებით ვაკეთებ. მშიერი ხომ არ იქნებით? არ ვიცი ამ სიკეთეს როგორ გადაგიხდით. არ გაგიწივდეთ, გემრიელად მიირთვით. გმადლობ. ადა მაია, თქვენს მოდით. ემინეს ისევ არ დაუზოგავს თავი. დედა, ახლა ფულიც გაგიჩნდა. ამ თანხით ჯერ უსგარის წინდაცვეთის ცერემონიალი უნდა ჩავედაროთ. რას დამჭირდება იმ თანხით რამე საქმეს წამოვიწყებ. თუ კვების ობიექტის გახსნას აპირებ, პერსონალი მზად არის. ემინე თავისი ნახელავის სტამბოლში სახელს პირველივე დღეს გაითქვამდა. ნამდვილად. უკაცრავად, კენდალი სულ დამავიწყდა. კენდალი ამის უფლებას ნამდვილად არ მოგცემდათ. ადა. დედა, კენდალის დაბარანის ჯიბრზე აქედან წასვლა, მეც კი გადავიფიქრე. უფლებას არ მივცემთ, რომ გადაგვრთელონ. ძლიერნი იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. კენდალი სად არის? არი ვახშმებს? დედა, დამირეკა და მითხრა, ვახშამზე ნუ დამელოდებითო. საწყობში საქმე მაქვსო. ებრუ სად არის? დედა, ვახშამი ოთახში აუტანე. კარგად მოგცეულ ხარ. არ მშია თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. როგორც სიტყვი.
დედა, თქვენი ნებართვით მეც დაგტოვებთ. არც მე მშია. ოზლემი სად არის? ვახშამი არ ნებავს, ფიგურას უფრთხილდება. ღმერთო ჩემო, მშიერი უნდა დაწვეს. არა დედა, სულ მშიერი არა. ცოტა მაწონი და გამხმარი პური შეჭამა. ახალი წესი შემოიღო. ნეტავე ბრუსას თავიშვილებთან ერთად აქ ივახშმა, რომ ცოდნო და ოთახში არა უტანდი. არა უშავს ემინე, დღეს ასე იყოს. შენს გაგიჟებას ცდილობენ. შენ მოკვდი მურატ. ამ ტბას ვინ გადაურჩა, რომ შენ გადაურჩე? შენ მოკვდი მურატ. მე მოკალი. მოკვდი მურატ. მოკვდი გესმის? ძმაო, რაღაც უნდა გითხრე. გისმენ? სხვა დროს გეტყვი, ისედაც განერვიულებული ხარ. საწყობში მოდი მკულელო. გელოდები. ვინ ხარ? ვინ ხარ? მოდი და დამენახე. ვინ ხარ? ალო? რა ხდება კაპიტან აუგუს? ოზლემ ჰანიმ იმ დისკზე, რომელიც გამომიგზავნეთ რა იყო აღბეჭდილი. ვინ ხარ მეთქი? ვინ ხარ? ვინ ხარ? არა.
კენდალ ეს რა ცეცხლია? დედა, ასიმ. ასიმ. კენდალ. Annem. დედა, Quzum, საყვარელო, ikizayını იგივე სიზმარი ვნახე. Allah'ım sana უბრალოდ მშვიდობით ამიხდინე. რიზა. გარეთ არავინ არის? რიზა. გესმით ჩემი, რიზა. რიზა. რიზა, სათხარ. რიზა. გესმით ჩემი, მიშველეთ. გარეთ არავინ არის? რიზა. კარი გამიღეთ. ასიმ. რუსგარ. რუსგარ. დედა. გარეთ არავინ არის? რიზა. რიზა. ჩემი ხმა არავის გესმით? კარი გამიღეთ. რიზა. ნუ თუ არავის გესმით? კარი გამიღეთ. რიზა. მიშველეთ. კარი გამიღეთ. მიშველეთ. რიზა, კარი გამიღეთ. რიზა, სათხარ. კარი გამიღეთ. ოზლემ ჰანიმ. ერმე გამომიგზავნეთ, ხოლო შემდეგ კი კასიმა ჩემი ოთახიდან მოიპარა. ამ შუაღამისას რადის გზე მელაპარაკებით კაპიტან ოგუს? მე არაფერი ვიცი. ოზლემ ჰანიმ. ალო. ალო. ალო, კაპიტან ოგუს. ჩემი ხმა გესმით? გაითიშა თუ რა მოხდა? ალო. ახლა რა გიშველება, ოზლემ? დაიღუპე. Şimdi ne olacak? Ben sana erken demedim. ახლა რა მოხდება? Demedim. ხომ გითხარი ჯერ ადრე ამეთქი? ახლა კენდალს დააპატიმრებენ და გაირკვევა რომ შენი გაგზავნილია. Ortaya çıkacak. იმაზე გიფიქრია კენდალი, გარეთ რომ იყო ციხეში, რეჯეპი როგორ მოკლა? ღმერთო, ახლა რა მეშველება?
დედა, ნუ გეშინი ასიმ, კარგად ვარ. შენ დაიძინე, ცუდი სისმარე ვნახე. ცუდი სისმარე. ნეტავრისი მომასწავლებელი უნდა იყოს. ღმერთო, შვიდობიანი დილა გაგვითანე. ბულუთ ერთი ვარ. ჟანვერდის ბუსტურის საწყობში სასწრაფო დახმარება გამოგზავნეთ. აღა, კენდალ აღა. აღა, გვიშველე. ღმერთო დაგვიფარე, რა ხდება? რიზა, რა ხდება? რიზა, რა გაყვირებს? რიზა, რა გაყვირებს? აღა გააღვიძეთ. საწყობი იწვის. რა? რა? ფრთხილად. რიზა, წესიერად აგვიხსენი რა მოხდა. კადრიაჰანი, ჩვენ საწყობში ხანძარი გაჩენილა. დამირეკეს და მითხრეს, მე კი იმისთვის მოვედი, რომ აღას უთხრა. სასწრაფოდ გააღვიძეთ, ჩვენი საქონელი იწვის, უნდა უშველოთ. ნოზლემ? კენდალი არ მოსულა? არა, დედა, არ მოსულა. დედა, ჩემი ძმამ რომ დამირეკა მითხრა საწყობში საქმე მაქვსო და ვახშამზე არ დამელოდოთო. ბიძია. შვილო, ერთი წუთით პანიკას ნუ შექმნით. იქნებ შერიფთან არის. აღას დაურეკე, მაგრამ ვერ დაუკავშირდი. კასიმს დაურეკეთ. ალო, კასიმ, აღა შენთან ერთად არის? კარგი, საწყობში ხანძარი გაჩენილა. კასიმის სახლში ყოფილა, არაფერი გაუგია. რიზა, სასწრაფოდ მანქანა მოიყვანე. ახლავე ხანი. მელეკ, ლაბადა მომიტანე. ახლავე დედა.
ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს. ასიმ, დედა, შენ დაიძინე საყვარელო. რა მოხდა დედა? არაფერი მომხდა ასიმ, დაწექი და დაიძინე. გავიგონე, ხანძარიო. არა, შვილო, ალბათ მოგესმა. დაწექი. Sen otur kuzum. Hadi canım içi. ნეტავის კასიმა ჩაიდინა. Öldürme korkut diyordu. თვითონ იძახთან მხოლოდ შევაშინებ არ მოკლავო. ნეტავ მისი ნამოქმედარია. ალო, გუს. დარინამ შუაღამისას ვიცი გაწუხებ, მაგრამ გუს საწყობში ხანძარი გაჩენილა. Yangın çıkmış. Kendalisi kopila. Abim de oradaymış. ეს ინფორმაცია მაქვს, ნარინ. კენდალ ბეი, გთხოვ გვიშველე. ახლა ვემოვდივარ. ბავშვებო, დედა რა მოხდა? საწყობში ხანძარი გაჩენილა, მგონი კენდალიც საწყობში ყოფილა. ჩვენ იქ მივდივართ. დედა, სად მიდიხარ? დედა, ისინი წავიდნენ, შენ რა სერევი? თქვენ ძმას მიხედეთ. კენდალი იწვისო? ასიმ. აქ მარტო რატომ ზიხარ? Babam, მამა ჩემი, yangın. ხანძარი. ნუ გეშინი ასიმ. მამა შენს არაფერი დაემართება. Olmaz. არაფერი დაემართება? ნუ წოხარ. მამა შენი კარგად იქნება. Sen შენ benim ჩემი kız მესაიდუმლე ხარ. რა თქმა უნდა. Senin მამა შენი baban მოკვდა. öldü. Babam მამა ჩემი, ასიმ. მამა შენი მართლა კარგად იქნება. ნუ გეშინია. ama ყველაფერი Allah bilir. უფლისნება. რა თქმა უნდა, მან ყველაფერი იცის ასიმ. აქ არ გწივა. წავალ რამეს გამოგიტან. გააჩერე, გააჩერე. ძმა. კენდალ. კენდალი სად არის? ჩემი შვილი სად არის? სად? Kocam o benim kocam. ის ჩემი მეუღლეა. Amca. ბიძია, მოიცა შვილო. Amca. ბიძია. შვილო გაჩერდი. bir şey yok. გაწყნარდი, საშიში არაფერია. კვამლით არის მოწამლული. გადასხმას გავუკეთებ და ცოტა ხანში ნახვის უფლებას მოგცემთ. კარგად ხარ? კარგად ვარ. ამბობენ კვამლით მოიწამლაო. ცოცხალია, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ.
შეიძლება ვნახო. დამშვიდით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჟანგბადს ვასუნთქებთ. ვაჟბატონის საწყობში ხანძარი გაჩენილა, სხვა არაფერი ვიცი. მან ჩვენი ბუსტუღები გადაწვა. ღირსია, მიხარია. ჩემი ძმა სახლიდან სასწრაფოდ წავიდა, თქვენი ამბავი მაინტერესებდა. ნუ ღელა. ფსიქოპატ კენდალს არაფერი მოუვა. კატის მსგავსად 9 სიცოცხლე აქვს. არ გსხვენია და რა უნდა მსხვენოდეს? გასაგებია კენდალი ფსიქოპატია, მაგრამ ის ხომ ასიმის მამაა. მისი თანდასწრებით ასეთი საუბარი უხერხულია. მაია რას ამბობ? და გავიწყდა ნერვული შეტევა რომ გქონდა და ბოლო ხმაზე გახკიოდი, საკმარისიაო. კენდალი ახლა შეგიყვარდა? ჩემი რატომ არ გესმის? ამას კენდალის სიყვარულის გამო არ გეუბნები. ასიმზე ვფიქრობ. მართალი ხარ, კენდალი ფსიქოპატია. მაია, კარგად ხარ? რაღაც ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი. უცნაურად არ ვიქცევი. ასიმის გამო ვწუხარ. ნუ აზვიადებ, მაია. ნუ აზვიადებ. ალო. ყოველთვის შენ ხარ მართალი არა და? უპირატესობით ყოველთვის შენ სარგებლო. რადგან დედამიწა შენ გარშემო ტრიალებს. გამოჯანმრთელებას გისურვებ, შეგვეძლო კარი არ გაგვეყურ და შიგნით ჩაიწვებოდი. იცოდე, არაფერი წამოგწდეს. კენდალ. კარგად ვარ დედა, ნუ ღელავ. შენი აზრით უბედური შემთხვევაა, ოგუს? არ ვიცი, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ყოველი შემთხვევისათვის არავინ დაშავებულა. წავალ, კენდალს დაველაპარაკები. თქვენის ნებართვით? გამოჯანმრთელებას გისურვებთ, კენდალ ბეი. გმადლობთ, კაპიტანო. გმადლობ. ეზოში რა ამბავი გამართე, მაია? და თავი დამანებე. ასიმს საწყენინე და იმიტომ გავბრაზდი. ნამდვილად კარგად ხარ? თუ ისე იმ ტურისტზე ფიქრობ. თავს ნუიტანჯა. შეეცადე დაივიწყო. ვიღაც გადარეული ყოფილა. საკმარისია და თავი დამანებე. იმ ტურისტის სახელს ნუ მახსენებ. ვცდილობ დავივიწყო, მაგრამ შენ ამის საშუალებას არ მაძლევ. გავფრთხილებ, მეორედ მისი სახელი არ მიხსენო, გესმის? თქვენ შორის რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გრძნობ რომ ცუდად ხარ. შვილო, კარგად ხარ? ძალიან შეგვაშინე, კენდალ. კარგად ვარ დედა, კარგად. ჩემ გამონუწუხართ. თავს კარგად ვგრძნობ. კენდალ, გამოჯანმრთელებას გისურვებ. გმადლობ. ვიძია თავს ხომ კარგად ვგრძნობ. დაინახე, ეს ვინ ჩაიდინა. დაწყნარდი ბარან, ყველაფერს გავარკვევთ. დაწყნარდი. გამოჯანმრთელებას გისურვებ. რა ვიცი, სამაგიეროს გადახდის მიზნით იქნებ შენი ნამოქმედარია. კენდალ, გაგიჟდი? ასეთი რამ როგორ გაიფიქრე? შენაირად არ ვაზროვნებ. საკუთარ თავში ნუ გერევი. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, დედა. ხანძარი როგორ გაჩნდა, კენდალ ბეი? კაპიტანო, ამას უნთქეთ მაინც, რა გეჩქარებათ? აღა, ხომ კარგად ხარ?
მადლობა უფალს რომ გადარჩი. კარგად ვარ, ნუ ღელავ, კარგად ვარ. თავი დამანებე. ისედაც ძლივს ვთქავ. თავარია გადავრჩი და ცოცხალი ვარ, დანარჩენი წყალსაც წაუღია. უბედური შემთხვევა იყო. დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო? კაპიტან ოღლუს, უკვე თავი მომაბეზრეთ. კაპიტანი, შენ სასიკეთოდ გეკითხება. იქნებ ვინმემ განზრახ შეიდინა. კენდალ ბეი. დაუფიქრდით, რას ამბობთ, კენდალ ბეი. ეცადეთ თქვენ მიმართ მწუხარება გამომეხატა. შეგახსენებთ, რომ აქ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ვიმყოფები. თქვენი ოჯახის წევრი არ ვარ, თუ პატივს არ მცემთ, ვალდებული ხართ ამ უნიფორმას ცეთ პატივი, რომელსაც მე ვატარებ. ნუცხარობ კაპიტანო, სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ხედავ და სწორედ მიზეზის დადგენას ვცდილობ. ვერაფერს გავხდებით. უბედური შემთხვევა იყო. შემთხვევის დროს საწყობში იყავით? დიახ, შიგნით ვიყავი. ვიფიქრე შევამოწმებ კარებები, როგორ დაკეტეს საქონელი კარგად დაახარისხეს თუ არა მეთქი. დავინახე, რომ კვამლი ამოდიოდა. მაშინვე შიგნით შევარდი. საკუთარ თავზე ვიმფიქრობდა, იქნებ საქონელი გადავარჩინო მეთქი და გონდა კარგული გარეთ გიპოვეს, ვინმემ გამოგიყვანათ? რომ მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი გარეთ გამოსვლად სადე, მაგრამ კარის გაღება ვერ შევძალი. გეფიცებით არც კი მახსოვს გარეთ როგორ გამოვედი. თელი საქონელი დაიწვა. არადა წელი ახალ გავიმართეთ. აღა. აღარა მოხდა, კარგად ხარ? კარგად ვარ, ნუწუ ხარ. შენი თავი უფალმა გადაგვირჩინა. გადამარჩინე. კაპიტან ოღლუს, რაღაც უცნაურად იქცევით. ჯერჯერობით დასკვნების გაკეთებისგან თავ შევიკავე ფირად, მაგრამ დამეთანხმები, რომ აქ რაღაც გაურკვევლობაა. თქვენ გვერდით მიგულეთ. გმადლობთ. მოხარული ვარ, რომ არავინ დაშავებულად. წავალ, ბიჭებს დავხედავ. კარგი, საქმეს მიხედეთ. მამა. შვილო, წადი დაისვენე. დაგეხმარები აღა. აღა, რამე ხომ არ გინდა? არა, გმადლობ, წავალ, შხავს მივიღებ. სულ გამრული ვარ. ისევ კვამლის უნიმცემს. წავალ. უფალმა გადაგარჩინა ძმაო. ბიძია, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, ბარა, ნუ ღელავ. კარგად ვარ. ბიძა შენს არაფერი დაემართება. ასიმ, წავიდეთ. მამა, ჩემი კარგად არის? ნუ ღელავ შვილო, კარგად არის. თავარია რომ გადარჩა. წადით დაიძინეთ. დედა, რა მოხდა? ზუსტად არ ვიცით. საწყობში ხანძარი გაჩენილა. კენდალი ჩაქრობას ცდილობდა და საწყობში შესულა. იქიდან თავი ძლივს დაუღწევია. ხანძარი როგორ გაჩნდა? მიზეზის ჯერ არ იციან, პოლიცია მოვიდა. იძიებენ. ვინ იცის იმ ფსიქოპათს რამდენი მტერი ყავს? ამას ნუ ამბობ. საშინელება მოხდა. დედა და შვილი, ნამდვილი უფრთო ანგელოზები ხართ.
რატომ მოკალი? მამა. სიკვდილის თარიღი. მურატ აღა მოგიკითხა. ძალიან მომენატრაო. გამოჯამრთელებას გისურვებ, შეგვიძლია კარი არ გაგვეყო და შიგნით ჩაიწვებოდი. იცოდე არაფერი წამოგწდეს. მურატ. ცოცხალი ხარ? თუ ცოცხალი ხარ, რატომ მემალები? ჩემს გაგიჟებას ცდილო? გინდა რომ შური ჩემზე ამ ფორმით იძიო? მოდი გამომეცხადე. გამომეცხადე და ტყვია დამახალე. მაგრამ ჯერ თვალებში ჩამხედე. თვალებში ჩამხედე და მკითხე რატომ მოკალი. მე გიკითხავ. ბარანი რატომ მიატოვე და წახვედი? ოჯახში სიმშვიდე რატომ დაარღვიე მურატ? გეთქვა ბარანს არ დაგითმობთო. მაგრამ ეს არ ჩაიდინე. შეგეშინდა ბევრი რამ არ დაგეკარგა რა? შენ უცოდველი ხარ, აი მე კი სასტიკი. ასეა? მურატ, ასეა? სასტიკი თავად ხარ. დედას საკუთარი შვილი შენ გამოგლიჯე ხელიდან. იმ ქალს, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, იმედი ჩაუსახე. მთელი ცოდვა შენს კისერზეა, მურატ. შენს კისერზეა. მოდი, გამომეცხადე. მოდი. მოდი, რაღაც უცდი. გამომეცხადე, მურატ. მოდი და ერთმანეთს გავუსწორდეთ. მოდი. მოდი. მოდი, გამომეცხადე. კაპიტანმა უღუსმა სიმართლე იცის. კითხა იმ დისკზე რა იყო აღბეჭდილიო, რომელიც ჯერ მე გამომიგზავნე, შემდეგ კი ქასიმა მოიპარაო. ხოჩა ხოზრემ, ხომ გითხარი წინ დახედულად უნდა ვიმოქმედოთო? ხომ გაგაფრთხილე? ახლა ამის დრო არ არის, ის მითხარი, ახლა როგორ მოვიქცეთ? ნუ მკითხავ, ფატმა, თავი გადარჩა. საქონელს რაღაც დავეძებთ. კენდალაღა, მადლობა უფალს, რომ კარგად არის. მადლობა უფალს, მადლობ. გამემშვიდობის. როგორ ხარ აღა? ამ შუაღამისას ვისელაპარაკებოდი. ხომ გაიგონე ფატმანს? ხანძრის ამბავი გაუგია და მოგიკითხა. საყვარელო, ნუ ღელავ. მამა კარგად არის, არაფერი მოსლია. გვერდნობ რომ საშინელება მოხდება. დილამშვიდობის. დილამშვიდობის საშვილო. დავბრძანდით. როზგარ აქ მოდი. კენდალ, შენც მოდი. მელეკ შენს მას ჩაი დაუსხი. არ ვისაუზმებ დედა, წავალ გავარკვევ, რა ზარალი მოგვადგა. კენდალ, მოიცადე. რა მოხდა დედა? გუშინ ისეთ მდგომარეობაში იყავი, ვეღარ დაგელაპარაკე. მითხარი სინამდვილეში რა მოხდა? ხანძარი როგორ გაჩნდა? რა უნდა მოხდარიყო დედა? დაუდევრობის და უყურადღებობის გამოხედავ რა დღეში აღმოჩნდით. ასე როგორ შეიძლება? რამხელა ზარალი მოგვადგა? შენ უწუხარ დედა. თავარია რომ კარგად ვართ. ბუსტუღები წყალსაც წაუღია. შენც ნუ განიცდი. დამშვიდი დედა, წავალ, ზარალს დავითვლით. კარგი შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობ დედა.
მელეკ რუზგას რძე შეუთბე. დილომშვიდობის აღა. წადი და ბუღალტერიაში ნეჯდეთი რომ მუშაობს იმას დაუძახე. დასაწყობებული ბუსტუყების რაოდენობა მომახსენებს მაინტერესებს რამდენი დაიცვა. გასაგები აღა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.